პირველი ივნისი, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ჩვენი ეთერი მთლიანად ეთმობა ბავშვებს და თანაც ახლა ძალიან ნიჭიერ ბავშვებს. განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს. Bravo. ძალიან დიდი მადლობა. გელოდებით ჩვენ. მოგზანდით ჩვენთან, ესე იგი, სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე საბავშვო ორკესტრი ზუზუ 20 წლის წინ შეიქმნა ქალბატონ ირინა ოდიშარიას ინიციატივით, რომელიც დღემდე დიდი წარმატებით ხელმძღვანელობს ამ საბავშვო ორკესტრს და მოზარდებში კლასიკური მუსიკის სიყვარულს ესე აღვივებს და პოპულარიზაციას ეწევა. ნამდვილად და არ შემიძლია რომ არ აღნიშნო რომ ყველა კომპოზიცია რომელსაც ეს შესანიშნავი და უნიჭიერესი ბავშვები ასრულებენ არის ქალბატონი ირინა ოდიშარიას ტრანსკრიფციით და არანჟირებით და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონ ირინას ამ ინიციატივისთვის და ამ შესანიშნავი შეუფასებელი ხვაწლისთვის. ახლა რაც მოვისმინეთ ანდრია ბოლქვაძის ანდრიას შემოქმედება იყო ფანტასტიკური კომპოზიცია რომელიც რაღაცა ჰოლივუდის რომელიღაცა ფილმის საუნდტრეკი უნდა იყოს ჩემი აზრით რაღაცნაირად ისეთი კეთილი ფილმის საუნდტრეკი. ჩემთვის საერთოდ ნიჭიერთა ათწლედი რაღაც განსაკუთრებული თემა, იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ამ სკოლის ესე ვთქვათ კურს დამთავრებული თუ სკოლა დამთავრებული და შესანიშნავი ძალიან ბევრ საინტერესო თემას
შევეხებით ბავშვებისთვის აი ესეთ პროექტს შეეხება ჩვენი სტუმრობა და ჩვენთან სტუმრად არიან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა აწმედის საბავშვო ორკესტრის წევრები ზუზუ. დირიჟორი ანდრია ბოლხაძე, ფლეიტისტი ბარბარე კაკულია და მე ვიოლინეები ელენე ბახტაძე, ანასტასია წითელაშვილი და ნონი კალატოზიშვილი. დილომშვიდობისა მოგესალმებით. ძვირფასო სტუმრებო, დიდი მადლობა რომ დაგვატკბეთ დილიდან თქვენი ამ შვენიერი შესრულებით. ანდრია, შენ ხარ დირიჟორი. როგორია ორკესტრს უხემძღვანელო და თანაც შენს თანატოლებს ამ ასაკში და თანაც აი ესეთი ხარისხით. მოგვიყევი შენი გამოცდილების შესახებ. ეს არის ზღაპრული და ჯადოსნური მოგზაურობა, ყოველი რეპეტიცია. ბავშვებთან ურთიერთობა კიდე სულ სხვა ატმოსფეროს ქმნის და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ყოველი რეპეტიცია მიხარია და იმ აწლედის დიდი აღმართის ასვლა სულ ამბობ ხოლმე რომ ძალიან მიხარია აი ამ ბავშვების გამო და აი ამ მუსიკის გამო, რასაც ვაკეთებთ და ვცდილობთ რომ კარგად გავაკეთოთ. ძალიან საინტერესო. ეხლა რაც შეეხება თვითონ პროექტს, ბავშვებსაც ვკითხოთ, ბავშვებისათვის. თბილისის საჯარო სკოლებში წარმოგვიდგენთ კონცერტების სერიას. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ამ კონცერტების შესახებ, დავიწყოთ თქვენით. ამ პროექტის ბავშვებისთვის სახელწოდებაც გვიჩვენებს, რომ მთავარი აზრი და თავარი მიზანი ის არის, რომ ჩვენს თანატოლებს გავაცნოთ კლასიკური მუსიკის შესახებ და არა მარტო კლასიკური, ყველა ჟანრის, ყველა ეპოქის მუსიკის კომპოზიტორების შესახებ და ძალიან საინტერესოა, მე პირადად ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ კონცერტებში მონაწილეობაში, რადგან სხვანაირი შეგრძნება, როდესაც იცი რომ შენს თანატოლებს აქვს მსგავსი ინტერესები რაც შენ მათგან ძალიან დიდ სიყვარულს ვიღებთ ხოლმე და ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო მომენტი ის არის ხოლმე, როდესაც კონცერტი მორჩება და ბავშვები მოდიან ჩვენთან, ინტერესდებიან, გვიზარებენ მათ შთაბეჭდილებებს ჩვენს შესახებ და ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა. ნონი, შენც გვითხარი ორი სიტყვა. მოდით იმით დავიწყებ, რომ აი დიდი სიამოვნება, როცა ხედავ, რომ სიამოვნებთ თვითონ ამის მოსმენა და მით უმეტეს აი როგორი დიდი, ასე ვთქვათ, არ ვიცი. დიდი სიამოვნება, რომ თავად იყო ორკესტრში, ესეთ პატარა ასაკში და ძალიან გამიხარდა ზოგადად და ძალიან დიდი გამოცდილება. კონცერტი რო სრულდება, აპლოდისმენტები არის როგორც ჯილდო. კი, ნამდვილად. ნებისმიერი არტისტისთვის აპლოდისმენტი არის ყველაფერი. თქვენ რას გვეტყვით ამ პროექტის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია და რა არის ძირითადად სოფლებში და რეგიონებშიც გასვლები ამასთან დაკავშირებითაც. შევეხებით, მაგრამ ჯერ მოდით ვისაუბროთ იმ სკოლების კონცერტებზე, რომელსაც თქვენი თანატოლებისთვის უკრავთ. დიახ, მე პირადად ამ ორკესტრში ვარ 10 წელზე მეტი და ეს ორკესტრი არის ჩემი მეორე ოჯახი. ძალიან მიყვარს ყველა ბავშვი. ეს არის ჩემთვის დიდი სიამოვნება, რომ ჩვენ აქ სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ადგილებში, სკოლებში დავდივართ და სხვა ბავშვებს ამას ჩვენ სიყვარულს უზიარებთ. და ეს არის მშვენიერი გამოცდილება ნამდვილად. და თქვენ რას გვეტყვით? ჩემთვის ძალიან ბედნიერებაა პირველ რიგში რომ ვარ ამ ორკესტრში, რადგან ეს ორკესტრი არის აი სიყვარულით სავსე, არ ვიცი, ბედნიერება, ყველაფერი კარგი და პოზიტიური, ბავშვებთან კომუნიკაცია და ეს არის ძალიან სასიამოვნო და ყველა ეს ბავშვი როცა თავის თანატოლებთან მიდიან და ეს არის ძალიან კარგი და საბედნიერო ამბავი. და აი არ ვიცი, ძალიან ბედნიერებაა და მიხარია რომ ამ ორკესტრში ვარ. ძალიან კარგი და ანდრია, გაგვიზიარე აი ზუზუმ ახსენა რეგიონები, რომელშიც იგეგმება ასევე საოცარი კონცერტების ჩატარება და თქვენს თანატოლებთან შეხვედრები. აი ამ პროექტთან დაკავშირებით რას გვეტყვით? რა არის ძირითადად, რა იქნება თქვენი მესიჯი იმ ბავშვების მიმართ? რომ შეაყვაროთ ეს კლასიკური მუსიკა თუ აი რა ემოცია გინდათ რომ დაუტოვოთ მათ? განსაკუთრებულია ყოველი გასვლა რეგიონებში, იმიტომ რომ სულ სხვანაირი განწყობით გვხვდებიან იქ. ძალიან კარგია ეს ამბავი იმ მხრივ, რომ თვალსაჩინოა ეს ყველაფერი, ბავშვები ხედავენ
რეგიონებში მცხოვრები ბავშვები ხედავენ ამ ინსტრუმენტებს. შემდეგ აი განსაკუთრებულად მახსენდება ინტერესი, რომელსაც გამოხატავენ. მოდიან ინსტრუმენტებზე გვეკითხებიან და თვითონაც გვიზიარებენ თავის აზრებს. აი ეს არის თავარი მომენტი, რომ ინტერესდებიან ბავშვები. ხო, ძალიან საინტერესო არის ეს პროექტი განსაკუთრებით იმით, რომ ბავშვების ორკესტრი, ბავშვები უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს და ესენ ყველანი ერთად იზრდებიან და ესე ჭეშმარიტ ძალიან საინტერესო აზრამდე და ეს დიდი სიყვარული ტრიალებს თქვენ შორის. მოდით კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გადაინაცვლოთ და კიდევ ერთხელ დაგვატკბოთ თქვენი შემოქმედებით, მანამდე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ პირველი კომპოზიცია იყო ანდრიასი, რომელსაც ეთქვა ზღაპარი, ხოლო ეხლა როგორც ვიცი, შეგვისრულებს სახუმარო ქართულ ხალხურ მოტივებზე. ვიხუმრებთ თქვენთან. ვიხუმროთ. სანამ მუსიკოსები გადაინაცვლებენ, კიდევ ერთხელ მინდა სერიოზულად უნდა ვიხუმროთ. ახლა ჩვენ ორკესტრთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა უთხრა ქალბატონ ირინა ოდიშარიას, თამუნა მიქაძეს, რომელიც ჩვენთან არიან დღეს ბავშვებთან ერთად ამ დილაუთენიას და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთ ბედნიერებას გვიზიარებთ და გვაზიარებთ. კი, ნამდვილად. ისმენთ ახლა თქვენ.